ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 30 იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება. საგუნდო მუსიკის კონცერტის შესახებ უფრო მეტ ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ თბილისის ქალთა-გუნდის ხელმძღვანელი, ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი ომარ ბურდული და კონსერვატორიის სტუდენტი ეკატერინე ექსეულიძე შემოგვიერთდნენ სტუდიაში. დილომშვიდობისა. მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ყველა განვლილ დღესასწაულს გილოცავთ და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. უნდა ვისაუბროთ კონცერტის შესახებ, როგორც მოახსენეთ მაყურებელს, 30 იანვარს კონსერვატორიაში ჩატარდება. ყველა დეტალი რო აინტერესებს ბუნებრივია, როგორ მიმდინარეობს სადების პროცესი, რეპეტიციები და რა იქნება სიახლე, რასაც ნახავს მაყურებელი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის ამ თემის გაშუქებისთვის. ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა ემზადება კონცერტისთვის და ეს კონცერტი განსხვავებული არის იმით, რომ გუნდის ხელმძღვანელი არ იქნება სცენაზე, სცენა დაეთმო კონსერვატორიის სტუდენტებს, არა ყველა სტუდენტს ფიზიკურად შეუძლებელია, რამოდენიმე სტუდენტს ამჯერად, მაგრამ მაქვს გეგმაში, რომ ტრადიციად ჩამოყალიბდეს ეს და მივცე კონსერვატორიის სტუდენტებს შესაძლებლობა, რომ დამატებით მიიღონ პრაქტიკა და თავიანთი ნამუშევარი წარადგინონ. ამ შემთხვევაში 7 სტუდენტი წარსდგება ამ კონცერტზე, სადაც 2 თვის განმავლობაში მიდიოდა მზადება, სარეპეტიციო ოთახიც და გუნდიც დაეთმოთ სტუდენტებს ჩემი მხრიდან. იმუშავეს საკმაოდ ნაყოფიერად, ველოდებით კაპელისთვის გულახდილი ვიქნები და ეს იყო გამოწვევა, იმიტომ რომ სულ წელიწადნახევრის შექმნილი კოლექტივია და ერთბაშად თუნდაც 7 ნაწარმოების მომზადება და სხვადასხვა დირიჟორის ხელში. ეს რა თქმა უნდა იყო რისკი ჩემი მხრიდან, მაგრამ გამართლებული რისკი, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ გაამართლა ამან და ამაზე წინასწარ ვფიქრობდი, რომ უნდა მოხერხებულიყო ეს. კატო იქნება ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ამ კონცერტზე იდირიჟორებს, დასწრება იქნება თავისუფალი. ვიტყვი მასაც, რომ ამ კონცერტში კიდევ მონაწილეობას მიიღებს თბილისის გოგონათა გუნდი. ქორმაისტერი მარიამ საგინაშვილი, ხელმძღვანელი მე გახლავართ. ვერ ვიტყვი, რომ დიდი კონცერტი იქნება, მაგრამ სადაც 1 საათიანი კარგი კონცერტი უნდა გამოდგეს. დასწრება თავისუფალია. დასწრება თავისუფალი იქნება. რაც ნამდვილად საჩუქარი არის მუსიკის მოყვარულებს. თქვენც რომ გითხრათ ეკატერინე, როგორ მიმდინარეობს სადების პროცესი და რამდენად ახლავს თან ბუნებრივია, რომ ახლავს ღელვაც, ხო? შესაბამისად. რა თქმა უნდა, მით უმეტეს მაშინ, როცა სტუდენტი ხარ და ამ ხელშემადგენლობასთან გიწევს მუშაობა, ეს ძალიან მაგარი გამოცდილებაა ჩვენთვის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობა ვმარს. და მე მგონია, რომ გუნდიც ძალიან კარგად ართმევს თავს და ჩვენც შესაბამისად ვაბრუნებთ იმ ყველაფერს, რასაც თვითონ გუნდი გვაძლევს ჩვენ. ამიტომაც მგონია, რომ ხო ძალიან სასიამოვნო კონცერტი იქნება და ჩვენ ვეცდებით მაქსიმუმი ჩავდოთ. რამდენად ხშირია აი მსგავსი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის სწავლის პროცესთან ერთად პარალელურად? ხშირი ნამდვილად არ არის, ანუ ერთგვარი ფუფუნება შეიძლება რომ დავარქვათ. ამიტომაც ხო განსაკუთრებულად მივდექით ყველა დირიჟორი, იმიტომ რომ მართლმადლიერები ვართ ამ გამოცდილებისთვის. თქვენ ამ მიმართულებით სწავლობთ კონსერვატორიაში? მე სწავლობ აკადემიური გუნდის დირიჟორების მიმართულებით. ანუ ზუსტად ესე ვთქვი, თქვენი მიმართულებით ხართ ჩართული ამ კონცერტში. კარგი გამოცდილება. ბატონო ომარ, თქვენ აღნიშნეთ, რომ წელიწადნახევარი არის, ვთქვათ, რაც შეიქმნა კაპელა და შესაბამისად ეს არ არის ესეთი დიდი დრო, თუმცა თქვენ უკვე დააგროვეთ ესეთი ისტორია და აი ამის შესახებაც რომ რამდენიმე სიტყვით გითხრათ, როგორ შეაფასებდით გავლილ 2025 წელს კაპელისთვის. ნამდვილად ნაყოფიერი გამოვიდა, იმიტომ რომ უკვე მოვასწარით გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალში მონაწილეობის მიღება, თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალში მონაწილეობის მიღება, საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება, არაერთ კონცერტში და ღონისძიებაში რაღაც მხრივ გამოცდილებაც უკვე დავაგროვეთ და ამანაც მიბიძგა იმისკენ, რომ ეს პროექტი განმეხორციელებინა. მე ვიტყვი იმას, რომ მე ნამდვილად არ ვარ პირველი, ვინც შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს, რომ გუნდთან ედირიჟორად და იმედი მაქვს, რომ არც ბოლო იქნები. ზოგადად საგუნდო მუსიკის მიმართ როგორი არის ინტერესი და თქვათ აი მაყურებლის მხრიდან რეზონანსი როგორი არის ხოლმე? ინტერესი ბევრად უფრო ამაღლებულია, ვიდრე იყო თქვათ ჩემი სტუდენტობის პერიოდში. იმიტომ რომ მე როცა ჩავაბარე, მაშინ არც საგუნდო მუსიკის ფესტივალი იყო, არც კონკურსი იყო და არ იყო ისეთი პოპულარული. საერთოდ სტუდენტებში და ახალგაზრდებში არ იყო ეს პოპულარული. და შემდეგ უკვე აი ამან კონკურსებმა, ფესტივალებმა და
ზღვაწმოსილმა პედაგოგებმა და გუნდის დირიჟორებმა ბევრი იმუშავეს, რომ აი ახალგაზრდა თაობაში მეტი დაინტერესება ყოფილიყო და მე ვიტყოდი, რომ უკვე საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს, იმიტომ რომ რამოდენიმე კი არა და უკვე ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა კაპელა, აქტიურად ერთვებიან კულტურულ ღონისძიებებში, კონცერტებში და ეს ერთგვარი პოპულარიზაციაა, იმიტომ რომ შენ რო იცი, რომ აი თქვათ რომელიღაცა უნივერსიტეტის გუნდი ატარებს კონცერტს შენს უნივერსიტეტში, გაინტერესებს, მიდიხარ, უსმენ, მერე შენ თვითონ გინდა იქ სიმღერა ან სხვაგან და დაინტერესება იზრდება. წელს კი არა და ეხლა უკვე ბევრად უფრო კარგი სიტუაცია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ამას არ ჭირდება განვითარება. რა თქმა უნდა, აი ეკატერინესაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ აი ამ კუთხით საინტერესოა თქვენი აზრი, თქვენი დაკვირვება. მეც ვფიქრობ, რომ იმასთან შედარებით რაც ადრე იყო, ინტერესი ნამდვილად გაზრდილია და ბევრად მეტი შესაძლებლობაც გვაქვს დღეს ჩვენ სტუდენტებს, ბევრად მეტი რაღაც ხდება დღეს ჩვენ ცხოვრებაში, ვიდრე თქვათ ადრე. და მე მგონია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს დაინტერესება, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში კონცერტებზე ვხედავ, რომ უკვე მსმენელი დარბაზი სავსეა. და ეს ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის პირადად. კარგი, დაუბრუნდეთ ისევ კონცერტს, რომელიც 30 იანვარს გაიმართება, 7 ნაწარმოები შესრულდება, ხო? 7 ნაწარმოებს შეასრულებს კაპელა. კაპელა შეასრულებს 7 ნაწარმოებს. თქვენი დირიჟორობით რა ნაწარმოები შესრულდება? მე ვიდირიჟორებ აფრიკულ ნაწარმოებს, სახელად სვილოინი მაკანანა. ეს არის აფრიკული ტრადიციული. რა თქმა უნდა, რთულია, ხო? ხო, თან რაღაც სიურპრიზებიც ახლავს ნაწარმოებს შესაბამისად. ხო, ერთი მხრივ, როდესაც ძალიან ცნობილ ნაწარმოებს ასრულებ, პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება, იმიტომ რომ ბევრს აქვს შესრულებული, ყურს მოსმენილი აქვს არაერთხელ და ამ შემთხვევაში თქვათ ახლა რაც თქვენ დაასახელეთ, ჩემთვის უცნობია, ალბათ ბევრისთვის შეიძლება პირველი იყოს და არ შესრულებულა კატალოგში, რომ პირველი შესრულებელი არა. ანუ შესაბამისად, უფრო ისეთი ინტერესი იქნება ალბათ მსმენელის და მაყურებლის მხრიდან. კონკრეტულად ამ კონცერტისთვის რეპერტუარს რაც შეეხება, აი ეს 7 ნაწარმოები, რაზეც ახლა საუბრობდით, ეს შეერჩა ალბათ ბუნებრივია სტუდენტებთან. კი ბატონო, ანუ ეს არ შერჩეულა იქიდან გამომდინარე, რომ აი თქვათ კონცერტს და კონცერტის განვითარებას ასე სჭირდება, არა მე მივეცი თავისუფლება ვის რომელი ნაწარმოები. ამიტომ არის უმეტესობა იოსებ კეჭაყმაძის ნაწარმოები. აი პასუხისმგებლობაზეც რომ საუბრობდით, შეგვიძლია დავაკავშიროთ ეს თემა და რასაკვირველია, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, როდესაც შენი ქვეყნის ასეთი კომპოზიტორის ნაწარმოებს ასრულებ, დიდი პასუხისმგებლობა გაქვს და დამოკიდებულებაც შესაბამისი აქვს სტუდენტებს. და მით უმეტეს ცნობილია საპატრიარქო გუნდის მიერ ესე იგი დიდებულად შესრულებული კეჭაყმაძის ნაწარმოებები. არა მარტო. არა მარტო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინაიდან კეჭაყმაძეზე იყო საუბარი. მოკლედ აქტიურად იწყება 2026 წელი კაპელისთვის, თქვენთვის და მინდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზეც მიმდინარე წელს, ახალი წლიდან, თუ არის უკვე გეგმაში სხვადასხვა კონცერტი, სხვადასხვა ქალაქში და იგივე არა მარტო ქვეყნის ფარგლებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე რამდენად გეგმავთ გასვლას. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ უკეთესად მოვებზადოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ წელს უკვე ამისთვის მზად ვიქნებით და დავიწყებთ ამაზე მუშაობას, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. გვაქვს დაგეგმილი ისევ საგუნდო მუსიკის ფესტივალში მონაწილეობის მიღება, რომელიც იქნება გაზაფხულზე. და მაქვს კიდევ ერთი კონცერტი დაგეგმილი, სადაც ისევ კონსერვატორიის რამდენიმე სტუდენტი, არა ერთბაშად 7, ალბათ ასე ვეღარ მოვახერხებ, იმიტომ რომ დიდი ხანია მე გუნდთან ვეღარ მუშაობ ამის გამო და მაგრამ საშუალება მიეცემათ სტუდენტებს, რომ კონცერტიდან კონცერტამდე უდირიჟორენ ხოლმე კაპელას. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა, წარმატება მინდა გისურვოთ და დაგემშვიდობებით. ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელის ხელმძღვანელი ომარ ბურდული და კონსერვატორიის სტუდენტი ეკატერინე ექსეულიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.